მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს. საქართველოს ისტორიისთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის უმძიმესი დღე არის. დღეს 25 თებერვალი 1921 წლის 25 თებერვალს პირველი რესპუბლიკა დაეცა. რესპუბლიკის დაცემა იყო უდიდესი ტრაგედია ამ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ჩვენ 100 წლის წინ თანამედროვე ტიპის სახელმწიფო გქონდა, გავთავისუფლდით რუსული კოლონიალიზმიდან მაშინ და შევქმნით პირველი თანამედროვე ტიპის ქართული სახელმწიფო სრულფასოვანი და ამ სახელმწიფოს ჩამონგრევა იყო თავიდან ბოლომდე რუსების, რუსული ინტერვენციის, რუსული ტერორის, რუსული სისხლიანი წითელი არმიის ინტერვენციის და საქართველოს დაპყრობის შედეგი. ეს იყო თავიდან ბოლომდე მოსკოვში დაწერილი გეგმა, რომლის ავტორებიც, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი როლის მატარებლები იყვნენ ის მოღალატეები, რომლებიც ბოლშევიკების რიგებში ირიცხებოდნენ, იქნებოდა ეს იოსებ ჯუღაშვილი, სოსო ორჯონიკიძე თუ სხვა მოღალატეები, სამშობლოს მოღალატეები, საქართველოს მოძულეები, ჩვენი ერის მტრები, რომლებმაც დაიპყრეს დამოუკიდებელი საქართველო. აი ის არარაობა, რომელიც ეხლა დგას ამ მემორიალზე, აი ეს თმაგაჩეჩილი არარაობა არის ზუსტად ანალოგი სოსო ორჯონიკიძის. ზუსტად ანალოგი არის ორჯონიკიძეების, ბორის ძნელაძეების და სტალინების. აი ასეთმა არაკაცებმა გაყიდეს თავისი სამშობლო. აი ასეთმა არაკაცებმა დააფუძნეს სულშულავერის კომიტეტი, რომელიც ვითომდა აქ ბოლშევიკურ რევოლუციას აღწევდა. სინამდვილეში მე-11 არმიამ მოახდინა საქართველოში ინტერვენცია. საქართველოში ინტერვენცია მოხდა აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩვენი საზღვრებისა და საქართველო დაიპყრეს ორჯონიკიძის ხელით, მოღალატის ხელით და საქართველოს ეხა ისევ 100 წლის თავზე აბარებენ აი ამ მოღალატეების ხელით უკან რუსეთს. 100 წელი დაახლოებით და აღმოჩნდა 100 წელზე მეტია გასული და აღმოჩნდა რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც აი მაგალითად კითხვაზე რატომ დაიღუპნენ საბჭოთა წითელ არმიასთან ბრძოლაში იუნკერები, აქვთ პასუხი რომ ეს მოხდა, რადგან ჟორდანიას მთავრობამ მიატოვა მაშინ. ისინი ისე როგორც ამ საუკუნის უკვე 2008 წლის აგვისტოს ომში მოკლული გიორგი ანტონოვის მიმართ გვესმის რომ ვიღაცის პიარს შეეწირა. აი რატომ წამოვიდა? ვისაუბროთ ამაზე. რატომ წამოვიდა ამ ტიპის მესეჯბოქსი და რა დატვირთვა შეიძლება ქონდეს ისტორიული მოვლენების ისე წარმოჩენას, რომ დამნაშავეები მტრების მხარეს კი არ უნდა მოვძებნოთ, არამედ საკუთარ ქვეყანაში უნდა. არაფერი ამაში ახალი, ის რომ ამწუხელიძეზე ეს თქვა, ეს პირველი შოკი იყო და ეს ნამდვილად ახალი იყო, რომ თურმე თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ერთიანობისთვის დაღუპული ადამიანები, ესენი არიან ვიღაცის პიარ შეწირული ადამიანები, აი ასეთი ბინძური ხალხი არიან, ესენი არიან მოღალატეები. ოღონდ პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებით ეს არის უძველესი ნარატივი, ეს არის საბჭოთა ისტორიოგრაფიის ჩვეულებრივი კოპირება. საბჭოთა ისტორიოგრაფია გვასწავლიდა ასე. საბჭოთა ისტორიოგრაფია ამბობდა, რომ მენშევიკები ესენი იყვნენ იმპერიალისტები და მათ შეცდომები დაუშვეს, მათ საქართველოს ხალხი აუჯაყდა და იქ რევოლუცია მოხდა. რა სიძახიან შეხედეთ, ეს ხო ძალიან მარტივი არის. აქ საბჭოთა ისტორიოგრაფია ბევრად უფრო გულწრფელი მაინც იყო, ვიდრე აი ეს არაკაცი ეხა იქ რო დგას მემორიალზე. ბევრად გულწრფელი იყო, ის ამბობდა, რომ შეხედეთ, როგორ იყო საბჭოთა ისტორიოგრაფია, რომ შულავერის კომიტეტის დაფუძნება ნიშნავდა საქართველოს ხალხის აჯანყებას მენშევიკების წინააღმდეგ, სოციალ-დემოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც წითელი არმია მიეხმარა და საქართველოში წითელი რევოლუცია მოხდა. აი ამ ტყუილს აუცელებდა. და ამბობდა, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობდა იქიდან, რომ იმპერიალისტი ბურჟუა სოციალ-დემოკრატები საზიზღრად ექცეოდნენ ქართულ ხალხს, მათი შეცდომების გამო საქართველოს დაკარგა დამოუკიდებლობა. აი ამ ნარატივს, ოღონდ აი ამ გამართლების გარეშე რომ წითელი ცოტა ხანში მაგას ძიზამენ ალბათ, რომ წითელი რევოლუცია მოხდა საქართველოს 25 თებერვალს რო იტყვიან, აი საბჭოთა კავშირის ნარატივია მოსკოვში დაწერილი უძველესი ნარატივი არის პირველივე წლებიდან 25-26 წლებიდან აი ეს ნარატივია და ამას იმეორებენ და ამას აკეთებენ ქალბატონო ლევა ძალიან სწორია და მადლობა რომ ამაზე აქცენტს აკეთებთ, იმიტომ რომ უნიშნულოვანესი საკითხი არის. ამაზე მასირებული შეტევა დაიწყეს. ეს რაღაცა მარტო იმ წულუკიანის იმ რაღაცა ღვარძლის ბოღმის ბუკეტის ის კი არ არის ერთი ნათქვამი. ეს არის უკვე სისტემური შეტევა. თქვენ უნდა იხილოთ ეს რაღაცა ქვედინებები რო აქვთ ჯოჯოხეთი იმისი რა ქვია პროპაგანდის აი ჯორჯიან ტაიმსები და ეს პირდაპირ მოსკოვიდან მართული გამყიდველი არარაობების ტელევიზიები, აგრეთვე იქ იხარშება ეს თემა ძალიან სერიოზულად. ეხლა ამოიტანეს პრემიერ-მინისტრის და მათი მთავარი პროპაგანდა ძარხების დონეზე. აი ეს ამბავი რომ ნოე ჟორდანია იყო რაღაცა ისა რა ქვია, ცუდი კაცი, მოღალატე, იმან რაღაცები დაკარგა, მაგრამ მაყაშვილი იყო ისა ჟორდანიას მოკლული, აი ეს სიბინძური ქართული უახლოესი ისტორიის გადაწერა. რადგან მოვედით დღევანდელობას შევხედოთ, რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზი არის ის, რის გამოც გუშინ გავიგეთ
მოგეთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია ორი ქართული ტელეკომპანია, იმედი და პოსტივი, როგორც ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, იმედი და პოსტივი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიებში და ვუთხრათ მაყურებლებს ისიც, რომ ბრიტანეთმა ჯამში რუსეთის წინააღმდეგ 300-მდე ახალი სანქცია დააწესა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სასანქციო პაკეტია და ის სწორედ მათ შორის მოხვდნენ ქართული ტელეკომპანიები, რაც შეეხება უშუალოდ სანქციების შინაარსის, აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის, ფინანსური მომსახურების აკრძალვას და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოითხოვს. აი, გითხარით, რამდენად სერიოზული ფასი აქვს ბრიტანულ სანქციებს და რა შეიძლება შეცვალოს ამ გადაწყვეტილებამ, როგორც მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, ისე უშუალოდ იმედისა და პოსტივის, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ მუშაობასა და ყოველდღიურ რუტინაში. იმედის 5 წუთის წინ ფლობელს დავესესხებ ბატონ რუხაძეს, რომელმაც თქვა, რომ სანქციები ძალიან მძიმე ამბავია, ამას ვიტყვი მხოლოდ ამ ნაწილში. ხა იმედი და პოსტივი ერთის მხრივ ეს არის დიდი კატასტროფა, რომ ქართული ტელეკომპანიები ყვებიან სანქციებში, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ეს არის რუსული პროპაგანდის არხები. ანუ რუსული პროპაგანდის არხები ეს რამე თამაში თუ გონია ვინმეს პირდაპირ ვეთქვი, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცივილიზებული სამყარო, ყველა ის ქვეყანა, რომლის დედაქალაქით საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიწის, თვლის, რომ ჰიბრიდულ ომში რუსეთის მხარეს ყოფნა ნიშნავს, რომ შენ ხარ ომის მხარე. ანუ იმედი და პოსტივი, როგორც კლასიკური რუსული პროპაგანდის ორგანოები, რუსეთის სასარგებლოდ არიან ჩართული საომარ მოქმედებებში ჰიბრიდული გზით. საომარი მოქმედებების ნაწილი არიან უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ანუ ისინი არიან ცივილიზებული სამყაროს მტრები. ამიტომ თქვენ ეთერსაც გამოვიყენებთ და ყველა ამ არხის თანამშრომლებს ვეთქვით, თქვენ ახართ არა მარტო საქართველოს სამშობლოს მოღალატეები თითოეული თქვენთაგან, არამედ თქვენ ხართ ცივილიზებული სამყაროს მტრები და რუსეთის სასარგებლოდ სისხლში დასვლილი ხალხი უკრაინელი ჩვენი დების და ძმების ხოცვაში მონაწილეობას ვინც იღებს. ეხლა რა ფასი აქვს ბრიტანულ სანქციებს? მე ვიტყვი, რომ საქართველოში ბატონო ლელა ბრიტანულ სანქციებს ყველაზე დიდი ფასი აქვს. რატო? იმიტომ რომ საქართველოში ოპერირებს 3 მსხვილი ბანკი, ეს არის საქართველოს ბანკი, TBC და Liberty ბანკი და 3 მსხვილი ბანკი პირდაპირ არის მიმული ბრიტანეთზე. ანუ აქედან ორი არ ვიცი Liberty-ს ამბობენ, აქედან ორი არის გატანილი ბირჟაზე და ივაჭრება ბირჟაზე და Liberty-ს დამფუძნებლებიც ვიცი, რომ არიან ბრიტანული წარმომავლობის კომპანიები. შესაბამისად, საქართველოს საფინანსო სისტემა თავიდან ბოლომდე არის მიბმული ბრიტანეთზე, შესაბამისად ეს სანქციები ყველაზე ძიმედ მოქმედებს, არ არსებობს სხვა სანქცია, რომელიც ისე მძიმე მოქმედებს, როგორც ბრიტანული სანქციები. თავად იმედი ამბობს, რომ ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს, ისე როგორც ღიმილის მომგვრელია დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ქართული ოცნების ხელმძღვანელი პირებისთვისაც და სხვათა შორის არა მხოლოდ ღიმილის მომგვრელის, მაგრამ კითხვასაც დაგისვათ, სერიოზული ბრალდებების გაჟღერებაც ხდება დიდი ბრიტანეთის მისამართით. ალბათ მოისმინეთ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ ბორდულაძის განცხადება და მოდით მაყურებლებსაც უთხრათ რა თქვა ასეთი მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარემ. ნათელია იმედი გარეთ ძალების დავალებით დაარბიეს და მიიტაცეს ნაცებმა, ახლა შემსრულებლები აღარ ყავთ და თვითონ დაარტყეს. მიუხედავად იმისა, რომ გული საერთოდ არ აწუხებდა, პატარკაციშვილიც ბრიტანეთში გარდაიცვალა გულითო. ეს ამბავი კითხვებს უჩენს არჩილ ბორდულაძეს. როგორ უნდა გავიგოთ მისი ეს განცხადება და აი მართლაც არ ვიცი რისი თქმა უნდა რას გვეუბნება იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე განსაკუთრებით იმედის დამფუძნებელთა უნდა გავიგოთ ისე როგორც ერთი ჩვეულებრივი პოლიტიკური ტილის მცდელობა რომ თავი გამოიჩინოს კორექტულობისკენ მიწოდებთ იმიტომ რომ ვარ პირდაპირ ეთერში და მაყურებელი გვეყურებს რომელიც ცდილობს რომ აბობღდეს ბიძინა ივანიშვილზე და ახლოს დაენახოს ამიტომ ის მეორე არარაობა რო ყოფს მახაშვილი და სხვები ამიტომ აკეთებენ მათი განცხადებები წვავე იმიტომ არის რომ ის ივანიშვილზე მიცოცავენ და უნდათ რომ შეამჩნიოს ივანიშვილმა თორე ამათი აზრების რა შეაინტერესებს ღიმილის მომგვრელი არის საერთოდ მაგეგენერო ტელევიზორში ჩანა ეხლა რა შეიძლება ბრიტანულ საიტზე მე არა მაქვს ავტომობილობა იუზია რომ ოპერირება შეწყვეტს ეს ორი ტელევიზია არა ისედაც ამ ტელევიზიებში ძალიან ბევრი კეში ტრიალებს აი კოლ ცენტრების ბინძური საქმეების კეში შავი ფული კოლ ცენტრებიდან წამოსული ფული ამ ტელევიზიაში ხელფასებს ეგრეებენ ხელფასების აღებას რა თქმა უნდა გააგრძელებენ არსებობას
აგრძელებენ, მე არ მაქვს ილუზია, რომ არსებობას პრობლემა შეექმნება, იმიტომ რომ ესენი უკვე გადაწყობილი არიან ამ რუსულ მოდელზე. მართლობის ოღონდ მაგალითად ეხა იმედისთვის პოსტივის არავითარი პრობლემა არ ექნება, ჩემი აზრით რუსულ სერიალებს ისე ვიყიდის და ეს რაღაცა საღორე გაგრძელდება იქ, მაგრამ იმედისთვის მაგალითად რომელსაც აქვს გასართობი გადაცემები, რომელიც არის ლიცენზირებული დასავლური კომპანიების ხელში. ისინი ვეღარ გაუშვებენ ამ გადაცემებს, იმედი ვეღარ იყიდის კარგ სერიალებს, რომლითაც ის რეიტინგს იკავებს. იმედი ვეღარ გადაურიცხავს ოფიციალურად, ანუ იმედის ყველა თანამშრომელს ძალიან დიდ დისკომფორტი ეკრება. ვერც განვადებას ვერ აიღებენ, ვერც ერთ ქართულში რო გადაიტანონ, ვიზა და მასტერკარდი მათ არ მოემსახურებათ. შესაბამისად, იქნება ერთი დიდი ქეშის ტრიალი. შეექმნებათ პრობლემები, თქვენ მოგეხსენებათ, კარგად გესმით ეს სფერო და მოგეხსენებათ, რამდენი პრობლემა შეექმნება მაგალითად ყოველთვიურ გადასახადებში ისეთ კომპანიებთან, რომელიც სერვისის მომწოდებელია სატელევიზიო სფეროსთვის და არ ვიცი რაღაცა ინჯესტია თუ სხვადასხვა. ამიტომ ამეებში პრობლემა შეექმნება. ესე თქვათ, განვითარდება მოვლენები იქამდე, მაგრამ ოპერირებს პრობლემა არ ექნება. ქართული ოცნების და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობებში რაც ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ და ახლა ხელისუფლების სხვა პირებთან ერთად გუშინ მიხეილ ყაველაშვილიც გამოეხმაურა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებულ გაწყვეტილებას და რატომ მინდა აქცენტი გავაკეთო მის განცხადებაზე. მიხეილ ყაველაშვილი, დიახ, გარდა იმისა, რომ ყაველაშვილის აზრით პოსტივის და იმედის დასანქცირებას საქართველოს საზოგადოებაში სერიოზულად არავინ მიიღებს, ის ამბობს იმასაც, რომ რეაგირება აუცილებელი. ეს განცხადება შეიძლება თუ არა ნიშნავდეს ერთგვარ ანონს იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილებას კონკრეტული საპასუხო ნაბიჯებით დაუპირისპირდება და მაშინ რა გადაწყვეტილებით შეიძლება ქართული ოცნება ევროპის ამ ერთ-ერთ ძლიერ და წამყვან სახელმწიფოს უპასუხოს. ვერ გეტყვით, ახლა კარის მასხარა რა სიტყვის ნამდვილად არ არის საინტერესო, იმიტომ რომ უბრალოდ მას მართლა ამის ელემენტარული ცოდნა არ აქვს, არ იცის რას ლაპარაკობს, ცოდვა, აწყალი კაცი არის. რაც შეეხება იმას, ახლა რა შეიძლება გააკეთოთ, აი მართლა მთელი გულით თქვენ ეთერსაც გამოვუტანებ და მოუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ მინიმუმ სარკისებრი რეაქცია ქონდეს ამ ყველაფერს და არ ვიცი, აკრძალონ ყველაფერი ბრიტანული ამ ქვეყანაში, მთელი სულით და გულით მოუწოდებ, რომ აუცილებლად ძალიან მკაცრად იმოქმედონ ბრიტანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ და მისი უდიდებულესობა მეფის წინააღმდეგ პირადად აუცილებლად დაარტყან საპასუხო მათი დარტყმა იმ ხელა წონის იქნება და იმ ხელა ამბავს მოახდენს, რომ არ ვიცი. შეიძლება ეს იყოს ელჩის გაძევება. ამ მასხრებისგან ყველაფერი მოსაოდნელია. საქართველოსთან და ამ შემთხვევაში მაშინ თუ კი ამ გადაწყვეტილებამდე მივა ქართული ოცნება, როგორ შეიძლება? თავდადიდება, ჩვენ ქვეყანას მართავს სამოღალატეო რეჟიმი, ეს არის ჩვეულებრივი შულავერის კომიტეტი, აი დღეს განსაკუთრებით სიმბოლურია, როგორც შულავერის კომიტეტიც იყო მაშინ ფილიპე მახარაძის და სხვა მოღალატეების შემადგენლობით დაახლოებით ამ ტიპის შულავერის კომიტეტი მართავს ქვეყანას. შესაბამისად, ისინი არ ემსახურებიან ჩვენი თქვენ და საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს, ისინი ემსახურებიან ჩვენი მტრის, ჩვენი დამპყრობლის ინტერესებს ამ ქვეყანაში და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გრევით არიან დაკავებული და საქართველოს სახელმწიფოებრიობის გრევის ნაწილი არის მაგალითად ქაუტონ ლევა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული კაცი, რომელსაც ყოველ დილით სისტემატურად ყოველ სამუშაო დილას გამოდის და სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა თემაზე, ტყუილებით, ფანტასმაგორიით ლანძღავს დისკრედიტაციას ახდენს და პირდაპირ დავარხოთ ყველას და ლანძღავს ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ძირითადად ეს არის ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. პირდაპირ ლანძღავს მათ ქცევას, მათ წარსულს, აწყოს, მომავალს, ამახინჯებს რეალობას. შესაბამისად, ამ ხალხისგან ეს ზღვარი გადალახულია, რომ აბსოლუტურ დაპირისპირებაში შევიდნენ, ხო? ესენი არიან ხალხი, რომელიც აი ჩვენ ტრის ჯარმით დგას ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენი მტერი ამ ქვეყნის გაქრობაზე ოცნებობს და ყოველ დილით მტერს კი არ ახსენებს მეგობრებს და მათ ლანძღავს. შესაბამისად, გამორიცხული არაფერი არ არის, საქმე შეიძლება ელჩიც გაიწვიონ. კეთილი, ამ კონტექსტში მინდა რამდენიმე წუთი მაინც დაუთმოთ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშსაც, რომელიც ასევე ძალიან ისეთი მწვავე შეფასებების საგანია ქართული ოცნების მხრიდან. ამ ანგარიშს დღეს განიხილავს ბრიუსელში შესაბამისი კომიტეტი, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი. კი ბატონო, ბევრი კრიტიკული ჩანაწერი ხდება ამ ანგარიშში და სამწუხაროდ ბევრი მიმართულებით არა ქვეყნის პროგრესზე, არამედ უკუსვლასა და რეგრესიას საუბარი, თუმცა აქაც მინდა რომ შევხედოთ რა განცხადებები გაკეთდა გუშინ ქართულ ოცნებაში და გამომდინარე სტატუსისა აქცენტს გავაკეთებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევ
ლევან მახაშვილის პოზიციაზე. ევროპარლამენტის ანგარიშს ღირებულება არ აქვს, რაც გავუკეთეთ წინა რეზოლუციებს, იმავეს გავუკეთებ, მაკულატურაში ვაგდებთ და ვიყენებთ უკეთესი მიზნებისთვის, რასაც მეტი ღირებულება აქვს. რა ვიცი, რა უნდა თქვა, რა მავნებელი იდიოტი არის, რატო ბეჭდავს, თუნდაც უნდა გადააგდოს. ერთი მხრივ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშს და მეორე მხრივ როგორ შეიძლება აიხსნას და რა შეიძლება დაერქვას თვითონ ქართული ოცნების რეაქციას. როგორი არასრულფასოვანი ადამიანის შთაბეჭდილებასაც სტოვებს, როცა შეხედავ მაგაც, ისეთი არასრულფასოვანი ინტელექტის აღმოჩნდა. რავი, თუნდაც გადასაგდებად გინდა შეგვირიშვილო, რატო ბეჭდავ, რატო აფუჭებ, მაკულატურას რატო ამატებ, არ გახსნა. რა ჯანდაბა გინდა, ნუ გახსნი, ხო, რატო ანაგვიანებ ქვეყანას და ბეჭდავ და მე აშრედერებ ეს რაღაც ფსიქიურ აშლილობაზე მეტყურებს. არაფერი არარაობაა ეგ კაცი ეხლა და საერთოდ ეროვნული კომიტეტი გააუქმო. ჩემი მოწოდება არის ქართული ოცნებისადმი, თუ გადადგან ის ნაბიჯები, კაცურად მოიქცენ ერთხელ და სამუდამოდ. ნუ იქცევენ 24 საათი ჩმორებივით, კაცურად მოიქცეს. აი ეს მახაშვილი რო ბლატაობს და რაღაცა ეხლა მინდა ხალხსტუხი რო აღარ ეტევა. კაცურად მოიქცნენ და გამოიწვიონ კანდიდატის სტატუსი საქართველოსი ევროკავშირიდან. ამ ხალხს არავინ არ მიცემს ევროკავშირის სტატუსს, ამათ უნდა გამოიწვიონ. აი მახაშვილმა კი არ უნდა იმლატაოს ეს რაღაცა იმის, რა ქვია, დუქნის ლომივით. უნდა გამოვიდეს და დადგისქნას, რა თქვა, ასო ჩვენ გვინდა გამოვიწვიოთ ჩვენი კანდიდატურა. და ამას უპასუხოს მერე ქართულმა ხალხმა. ქართულმა ხალხმა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მას უნდა ევროკავშირში. ის ხედავს საქართველოს პატრიოტულ, სუვერენულ, ეროვნულ მომავალს ჩვენ მეგობრების გვერდით და მათი ხარდამჭერით. ახლა ის რომ ამ იმაში რა ქვია მოხსენებაში თუ რა ქვია ანგარიში არაფერი კარგი არ ეწერება, ამისთვის ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, არც ქართულ პოლიტიკოსებს, არც იმ ხალხს, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს, არ ჭირდება დამატებითი შეფასება მაგალითად ევროკავშირის. თუნდაც რატო? იმიტომ რომ ის ცვლილებები ეს ხო არ არის ქალბატონო ამ დროში ხო აღარა ვარ ქალბატონო ლელა რომ აი ჩვენ ვიცოდით ხო ჟურნალისტები როდესაც თქვენ იყავთ ინფორმირებული და ჩვენ პოლიტიკოსებმა აი რა იყო ხოლმე დეტალები იმ საკითხების რომელშიც ვერ თანხმდებოდით და ეს იყო ძირითადად ტექნიკური საკითხები, როდესაც აი ევროკავშირთან ჰარმონიზება მიდიოდა. ეხლა ხო მაგაზე არ არის ლაპარაკი. ეხლა ხო საქართველოს ყველა მოქალაქე თავის ტყავზე იწვნევს ამას. საქართველოს ყველა მოქალაქემ ხო იცის, რომ ქუჩაში რომ გამოვიდეს და რამე გააპროტესტოს, ნებისმიერ რუსთავზე კი არ გავიდეს. ნებისმიერ რამე რომ გააპროტესტოს, იცის რომ 5000 ლარიანი ჯარიმა აქვს. იცის რომ ნებისმიერ მომენტში ცხოვრობს სახელმწიფოში და რომ არ მოიწონება ეს კაცი ვინმე იმ მომენტიდან ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია რომ ტროტუარიდან აიყვანოს და თქვას რომ მოძრაობას ხელს უშლიდი. ეს არის ქვეყანა, სადაც დაკანონებულია უკვე ავტოკრატიული ადამიანის უფლებების ღირსების შემლახავი კანონები. ღირსების შემლახავია, როდესაც ჩვენ ქუჩაში თავისუფლად გადაადგილება არ შეგიძლია. ღირსების შემლახავია, რომ რაღაცა იმისთვის Facebook-ზე დაწერილი პოსტისთვის შეიძლება ციხეში აღმოჩნდე რამოდენიმე დღე და აი ასეთი ქვეყანა რო არის, ამას არ ჭირდება არავითარ დამატებითი ანგარიში. ჩვენ ვიცით რა უბედურებაში ვცხოვრობთ. ქართულმა ხალხმა იცის, რომ ის უბედურებაში ცხოვრობს ახლა, რომ ის ჯოჯოხეთში ცხოვრობს. რომ ის ახლა უნდა გამოფხიზლდეს, გაიღვიძოს, აი ისე უნდა მოიქცეს, როგორც იქცეოდნენ ჩვენი პატრიოტები ამ ქვეყნის დიდი ისტორიის მანძილზე და უნდა გადარჩეს, როგორც სახელმწიფო. უნდა გადავარჩინოთ ეს საკითხი რომ ამოვწუროთ და ერთ კითხვას კიდევ დაგისვავთ და მაინც ისევ ის კითხვა, რომელიც უკვე დაგისვით, რა ღირებულება და ძალა აქვს ამ ტიპის სხვა ანგარიშებს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებაში სვამენ ძალიან ისეთ ლოგიკურ კითხვას. გავიგეთ ეს სანქციები, არაფრის მთქმელი რეზოლუციები, ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ მერე რა ხდებაო ასეთი არაფერი არ ხდება, მე ვეთანხმები ამაში. რა ხდება მერე? არ უნდა მოვატყუოთ ჩვენ საზოგადოებას. არ უნდა მოვატყუოთ ჩვენ საზოგადოებას. არაფერი არ ხდება მერე. მერე ხდება ის, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველოს თავს არ გამოიწევს, ჩვენ იქიდან არ გამოგვაგდებენ ქალბატონლევა. ჩემი ანალიზი ეს არის, რომ ესე არავინ არ გამოგვაგდებს იქიდან. ქართული ოცნება ეხა ამას აკეთებს სპეციალურად, აი ეს იცის. ეს გეპი აქვს. რატო ტლიკინებენ ამდენს? რატო ტლიკინებს ეს ვიღაც მახაშვილი, რა გუშინ გამოჩეკილი ქათამსრო გავს? რატო ტლიკინებს ეს ხალხი ამდენს? იმიტომ რომ იცის რომ იქიდან არ გამოიწვევენ, კაცო, ამათმა უნდა გამოიწვიონ. და ესე თუ გეზიზღება ევროკავშირი, კაცო, არაფერი არ მოგწონს. ეძახი დამპალ ბიუროკრატიას. იქ არაფერი არ მინდაო, ჩამოიქცაო, დაიგრაო, დაიქცაო, აღარ არსებობსო. გამოიტრიე. დაჯექი თვითმფრინავს და ჩაეთრიე იმაში რა ქვია ბრიუსელში და გამაიტანე ისა რა ქვია კანდიდატურა გამოიტანოს მაყაშვილი ხო მაგარი ვაშკაცია ხო მაგარი ვაშკაცი ხო ეგეთ ფიზიონომია აქვს და რომ ვაშკაცი ბიჭი არის დაუდგეს აქეთ ამხარეს ისა რა ქვია პრეზიდენტი ის მეორე იდიოტი აქეთ ამხარეს პაპუაშვილია ეს ევროპის მაწყევარი წავიდნენ ერთად ეგ მაგის კაცობა მაინც ეყოთ და გამოიტანონ კანდიდატის სტატუსი და თქვა რომ აღარ გვინდა იმ ევროპაში ესე ხო არა შეიძლება ესე არაფერი არ მოხდება მე
ამაში ვეთანხმები ქართულ ოცნებას. ესე არაფერი არ მოხდება. მე, როდესაც შეხედეთ, ყველა ზღვარი გადალახულია, როდესაც არაფერი აღარ აინტერესებს ესე. რა თქმა უნდა, რომ მასთვის არავითარ ფასი არ აქვს, არავითარ რეზოლუციას, რომელსაც იქ მიიღებენ. ესენი არიან რუსები ხალხო. ეს პაპუაშვილები, აი ეს ისინი, რა ქვია, არარაობები. ჩვეულებრივი სულ სისხლით ხორცამდე რუსები არიან და რუსს ერთი რამის ესმის. ეს არის შიშველი ძალა, მარტივი გადაწყვეტილება, აგრესიული გადაწყვეტილება. დასავლეთი ამით არ არის ჩვენთან დაკავებული. ბრიუსელი ამას არ იზამს და თუ რამის თავი აქვს მართა ამ ხალხს დაждენ ერთად თვითმფრინავში იმ იმასთან რა ქვია ყანის საფრთხობელასთან ერთად ჩავიდნენ და გამოიწვიონ ის კანდიდატურა. უმარტივესი არის. სხვა არაფერი არ მოხდება. მანამდე იქნება აი ეს გადმოძახილი და საქართველოს მოქალაქეები ამასობაში იხრჩობიან სიღარიბეში, ვალებში, გაუბედურებაში და ქვეყანაში, რომელშიც უბრალოდ სიტყვის თქმის და ქუჩაში მარტივად გასვლის უფლება და საშუალება არ აქვს. აი ამაში იხრჩობა ეს ხალხი. არ ჭირდება არც ევროკავშირის შეგონება და არც ვიღაცა რომელიმე დამპალი პროპაგანდისტის საპირისპიროდ ნათქვამი. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რაში ცხოვრობს. ამიტომ ჩვენი საქმე არის საქართველოს მოქალაქეების საშინაო დავალება დაარქვით, გინდა ისტორიული ვალი დაარქვით, რაც გინდათ ის დაარქვით. ოღონდ ჩვენ თუ არ გამიღვიძეთ, არავინ იქიდან იქნება გამოსვლები პოლიტიკური. ესენი მართლა ჩვენ ბიძაშვილები კი არ არიან, კაცო. გული ისე კი არ შეესპილვათ რაღაც. მართლა აქაურები კი არ არიან. აქაური მთელი ხელისუფლება მიდის და წეულიც ხალხო და აგინებს ეხლა და ნუ ყელში ამოვიდა.